კვარაცხელიას ეფექტური დაბრუნება, ლუის ენრიკეს კომენტარი, ქართველი ფეხბურთელების დებიუტი და რას ამბობენ ჯონ ჯონსი და ჯასტინ გეიჯი ილია თოფურიაზე. ამ და სხვა საინტერესო სიახლეების ანახავად უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ პარიზიდან, სადაც ხვიჩა კვარაცხელია 10 დღიანი იძულებითი შესვენების შემდეგ მარსელთან შეხვედრაში დაბრუნდა. ქართველი მატჩში 62 წუთზე ჩაერთო და 4 წუთში ეფექტური გოლიც გაიტანა. ხვიჩამ დემბელეს პასი გამოიყენა და ჰაერიდან ერთი შეხებით და უძლიერესი დარტყმით პარი სენ-ჟერმენის უპირატესობა 4 ბურთამდე გაზარდა. კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავია. ხვიჩა დარჩენილ დროში აქტიური იყო და ერთ-ერთი მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. საბოლოოდ ამ შეხვედრაში პარი სენ-ჟერმენმა მარსელი 5-0 გაანადგურა. შეხვედრის შემდეგ მედიასთან პარი სენ-ჟერმენის მთავარმამწვრთნელმა ლუის ენრიკემ ისაუბრა. მის მოსმენამდე არ დაგავიწყდეს ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა. ასეთი შეხვედრები თავდაჯერებას გვმატებს. ფიქრობ, გამარჯვებას ნამდვილად ვიმსახურებდით. ბევრი საგოლე მომენტი შევქმნით და ასეთი თამაშის ჩვენება ამ დონის გუნდის წინააღმდეგ მარტივი არ არის. თუმცა მთელი სეზონის განმავლობაში მახსოვს შეხვედრები, რომლებიც დღევანდელზე უკეთესი იყო. გუშინ მკითხეთ, უსმანი არასტაბილურია თუ არა? საოცარია, მართლა საოცარია. მე მიყვარს ისეთი არასტაბილური ფეხბურთელები, როგორიც უსმანია, რადგან ის განსაკუთრებულია. დღევანდელი მატჩის მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია თავდაჯერებისთვის. ჩვენ ბევრი უმაღლესი დონის შეხვედრა ვითამაშეთ, თუმცა ზოგჯერ ეფექტურობა გვაღლდა, ხოლო ფეხბურთში მოსაგებად ეს აუცილებელია. თუ საუბარია პრესინგზე, ბურთით თამაშზე, გუნდი სწორად მოქმედებს. შეიძლება ყოველთვის მაქსიმალურად ეფექტური ვერ ვიყოთ, მაგრამ თამაშის ხარისხი აშკარად მაღალია. კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ, გავაგზავნებთ იმ გზას, რომელიც შარშან დავიწყეთ. ახლა მოდის სეზონის საუკეთესო პერიოდი და ეს შედეგი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანია თავდაჯერებისთვის. შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელმა და ოქროს ბურთის მოქმედმა ფლობელმა უსმან დემბელემ ამ შეხვედრაში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. რაც შეეხება პარი სენ-ჟერმენს, ქართველის გუნდმა 51 გოლით პირველ ადგილზე გადაინაცვლა და შემდეგ შეხვედრას 13 თებერვალს სტუმრად რენთან გამართავს. საფრანგეთის ლიგა 1-ში კი გიორგი ქვილთაიას დებიუტი შედგა. გიორგი მეათე ქართველია საფრანგეთის ლიგა 1-ში, 37 კი ტოპ ლიგაში. ამ შეხვედრაში ქართველების მეცი ლილს დაუპირისპირდა და ფრედ 0-0 ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ძირითად შემადგენლობაში იყო მხოლოდ გიორგი წიტაიშვილი. გიორგი აბუაშვილი და გიორგი ქვილთაია ამ შეხვედრაში მეორე ტაიმში ჩაერთნენ. 22 წლის ქვილთაიამ 91 წუთზე წიტაიშვილი შეცვალა და კარიერაში პირველი წუთები ჩაატარა ტოპ ლიგაში. რაც შეეხება მეცს, უკვე 9 შეხვედრა, რაც თამაშის მოგებას ვერ ახერხებენ და შედეგად სატურნირო ცხრილში 13 გოლით ბოლო ადგილზე იმყოფებიან. მეცი მომდევნო შეხვედრას უშუალო კონკურენტთან ოსერთან 15 თებერვალს გამართავს და იმედია, რომ ქართველების დახმარებით მოგებასაც შეძლებს. უოტფორდში კი საბა გოგლიჩიძის დებიუტი შედგა. სამწუხაროდ ქართველების გუნდი საუთჰემპტონთან მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა. სამწუხაროა ისიც, რომ ერთადერთი გოლი 69 წუთზე გავიდა. მაშინ, როდესაც 21 წლის ქართველი მცველი თამაშში ჩაერთო და მეტოქესთან ორთა ბრძოლა წააგო. რაც შეეხება მეორე ქართველს, გიორგი ჩაკვეტაძეს, მან შეუცვალად ითამაშა. 66 წუთზე კი ყვითელი ბარათიც მიიღო. უოტფორდი 44 გოლით მე-11 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 14 თებერვალს სტუმრად პრესტონთან გამართავს. ავსტრიის ბუნდესლიგაში კი გიზი მამაგეიშვილის დებიუტი შედგა. გრაცის შტურმმა დაძაბულ ბრძოლაში რიდი 1-0 დაამარცხა. გამარჯვების გოლში თავისი წვლილი ოთარ კიტეიშვილმა შეიტანა. ქართველის ანგარიშზე საგოლე გადაცემა. მამაგეიშვილი კი შეხვედრაში 76 წუთზე ჩაერთო. შტურმი სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და ლიდერ ზალცბურგს მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრას ქართველების გუნდი 14 თებერვალს სტუმრად ტიროლთან გამართავს. გერმანიის ბუნდესლიგის 21 ტურში კი ქართველების დაპირისპირება შედგა. ბუდუ ზივზივაძის ჰაინდენჰაიმმა საკუთარ მოედანზე გიორგი გოჩოლეიშვილის ჰამბურგს უმასპინძლა და 0-2 დამარცხდა. ორივე ქართველი შეხვედრაში მეორე ტაიმში ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ ბუდუ ზივზივაძე მოედანზე თითქმის 3 თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. თუმცა ამ შეხვედრაში მისი გუნდის დახმარება ვერ შეძლო. გოჩოლეიშვილი კი შეხვედრაში კარგად ჩაერთო და გუნდს ანგარიშის შენარჩუნებაში დაეხმარა. შეგახსენებთ, რომ ჰაიდენჰაიმი 13 გოლით სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 15 თებერვალს სტუმრად აუგსბურგთან გამართავს. გოჩოლეიშვილის ჰამბურგი კი 22 გოლით ცხრილში მე-11 პოზიციაზეა და მომდევნო თამაშს 14 თებერვალს უნიონ ბერლინის წინააღმდეგ ჩაატარებს. ნიურნბერგის ქართველმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა კი პადერბონს გაუტანა. 27 წლის ქართველს კარგი სეზონი აქვს და გუნდს როგორც დაცვაში, ასევე შეტევაშიც კარგად ეხმარება. თუმცა ამ შემთხვევაში ქართველის გოლი საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან ნიურნბერგი 2-1 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მიროსლავ კლოზეს გუნდში ეს ქართველის
გეიჯის მეორე გოლია. ქართულის გუნდს ამ დროისთვის 26 გოლი აქვს და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა. ნიურნბერგი მომდევნო შეხვედრას 13 თებერვალს საკუთარ მოედანზე კალფრუესთან ჩაატარებს. ახლა კი ნიდერლანდების ერედივიზიონის 22 ტური, სადაც 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ირაკლი ეგოიანმა გოლი ულამაზესი მაგრატელა დარტმუნდით გაიტანა. ამ შეხვედრაში ქართველის ექსელსიორმა ბრედა 2-0 დამარცხა. ირაკლი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და შეხვედრის შემდეგ მედიასთან პაპახით წარსდგა. Papaha? ეს პაპახია, ტრადიციული ქართული ქუდი. ის საბრძოლო სულისკვეთებას გამოხატავს. გოლის გატანის შემდეგ მინდოდა რომ ის თავზე დამეხურა, მაგრამ სამწუხაროდ მსაჯმა ამის უფლება არ მომცა და არ გამოვიდა. შეხვედრის მიმდინარეობისას ისეთი მომენტი იყო, რომ აუცილებლად მაგრატელა დარტყმა უნდა შემესრულებინა. ეს ადრეც გამიკეთებია, როდესაც ვიტესში ვთამაშობდი. ის უფრო ლამაზი იყო, მაგრამ ესეც ძალიან ლამაზი გამოვიდა. ბრედასთან 2-0 გამარჯვება კი კარგი შედეგია. კარგად არ გვითამაშია, მაგრამ ზოგჯერ რთული შეხვედრების მოგება აუცილებელია. ეს ნამდვილად სასიამოვნო შეგრძნება. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ეგოიანი ექსელსიორს გასული წლის ზაფხულში შეუერთდა და ამ დრომდე ჩატარებულ 19 შეხვედრაში მის ანგარიშზე 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა. ახლა კი რაგბი, სადაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში შვეიცარიის ნაკრები 54-3 გაანადგურა. გასულ შეხვედრაში ჩატარებული დაპირისპირების პირველი ტაიმი პორტუგალოსნებმა მცირე უპირატესობით მოიგეს 7-3, თუმცა მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები შეხვედრაში სრულად დომინირებდა და 47-0 მოიგო. ამ შეხვედრაში 2-2 ლელო დადეს დემურ თაფლაძემ და თორნიკე ჯალახონიამ. თითო კი აკაკი ტაბუცაძის და გიორგი ჯავახიას ანგარიშზეა. მეორე ტაიმში კი ლუკა მატკავამ 5-ჯერ მოახერხა გარდასახვის ზუსტად შესრულება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებულია. ახლა კი პორტუგალოსნები აჯგუფში ესპანეთის ნაკრებთან ერთად ლიდერობენ. საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 15 თებერვალს ნიდერლანდების წინააღმდეგ ჩაატარებს. ახლა კი UFC და ილია თოფურია, რომელიც ოფიციალურად დაბრუნდა და დიდი ალბათობით მურიგ ბრძოლას თეთრ სახლში ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ გამართავს. სანამ ილიაზე გეიჯის კომენტარს შემოგთავაზებთ, მანამდე გეტყვით, რომ ილია თოფურიაზე ძალიან საინტერესო და სასიამოვნო კომენტარი გააკეთა UFC-ს ლეგენდამ ჯონ ჯონსმა. ჩემი ფავორიტი მებრძოლი ილია. ჩემი საყვარელი მებრძოლი საყურებლად ყოველთვის ანდერსონ სილვა იყო. ის უბრალოდ დაუჯერებელია. ახლა კი ვიტყოდი, რომ ილია, ის მართლა ძალიან მამხნევებს. ნამდვილი დინამიტია. ხმები დადის, რომ შესაძლოა თეთრ სახლში დაბრუნდეს და მთავარ ბრძოლაში ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ გამოვიდეს. ეს სიგიჟე იქნება. მაპატიე გეიჯი. რაც შეეხება გეიჯის, მან ილიასთან დაპირისპირებაზე და კარიერის დასრულებაზე ისაუბრა. ბრძოლა თოფურიასთან თეთრ სახლში დაგეგმილ ტურნირზე. ეს იქნება შემდეგი. ასეც უნდა მოხდეს. სხვა ვარიანტი არ არსებობს. გამოსვლა პირდაპირ ოვალური კაბინეტიდან ოქტაგონზე, მხრებზე დროშით. ამაზე ჯერ კიდევ გასულ წელს რაფაელ ფიზიევთან ბრძოლის მომენტიდან ვსაუბრობდი. ვფიქრობდი, რომ თოფურიას იანვარში დაუპირისპირდებოდი. ივნისში კი ქამარს თეთრ სახლში ტურნირზე დავიცავდი. თუმცა ყველაფერი იცვლება. ყველაფერს ვერ ვაკონტროლებ. ილიამ ნაბიჯი უკან გადადგა. მას პირადი პრობლემები ჰქონდა. მე მაინც მივიღე ბრძოლა დროებითი ტიტულისთვის, რამაც ჩემპიონად მაქცია. ეს მაძლევს უფლებას ილია თოფურიას თეთრ სახლში დაუპირისპირდე. მე უკვე 37 წლის ვარ და სისულელია იმაზე ფიქრი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ყველაზე მაქსიმუმ ამ წლის შუა პერიოდამდე გავაგრძელებ კარიერას. იმ დიდი მსხვერპლის გათვალისწინებითაც კი, რასაც ილია თოფურიასთან ბრძოლისთვის მოსამზადებლად ვიხებ. ნამდვილად უაზრობაა ჩემი მხრიდან ილიას დამარცხების შემთხვევაშიც კი აქტიურ სპორტში დარჩენა, რადგან სოლიდურ ასაკში ვიმყოფები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დიდი ალბათობით გეიჯის და ილიას დაპირისპირება თეთრ სახლში გაიმართება, თუმცა ზუსტად ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებები უსურვოთ ქართველ სპორტსმენებს და თქვენ რა თქმა უნდა, თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისხილაკი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.